მზერაში უცხო სიბრძნის ხივია, მოკვდავი ვერც კი ახსნის უბრალოდ, მოსე თუ ასე ღვთაებრივია, შენ რაღა უნდა იყო უფალო და აჰა, მოსე მაღმართა გვერდხი, ამ დროს ან შიშობ ან გელოცება, მოსეს რომ გვერდხად ღვთის ხელი ეპყრა, შენიშნეს მხოლოდ ანგელოსებმა. მუხლზეცემა ხალხი დევნილი და სულს იბრუნებს ციურ მანანით და გვერდხის წვერზე ბრმა ფრინველივით თლემს ჰორიზონტი და კანაანი. ეს რა ძალაა, რა სულია, სათნოების თური ზღვის ფრქვეველი, ერთ არსებაში მოქცეულია ჯოჯოხეთი და სასუფეველი. ნახევრად ღმერთი, თანაც დღის კაცი, ზებუნებრივი, თანაც ველური, შემწყნარებელი თავის სიმკაცრით და შეწყნარებით გამკაცრებული. შემზარავია მისი დუმილი, იდუმალია და უხსნელი, მრავლის თქმელია მისი დუმილი, მაგიურია და მომნოსხველი. დუმილით გიმზერს და უცნაურად სულის კუნჯულებს გითვალიერებს. ის რაც სავსეა, როდი ხმაურობს მხოლოდ სიცარიელე. წინასწარმე ტყუელს თუ ეს იზმრება, მესიის სიბრძნე და გზა ახალი, მომავლის დიდი კატაკლიზმები და უსასრულო გარდასახვანი. გვერდში მარხია ღვთისნების ყოფა, ხოვლის აღმდგენი და შემუსრელი, სტიქიონების მარავისობა, მოკვდავის სულში შემოუსვლელი. და ქვეყანაზე დიდი რაც გია, მეფის სკიპტრაა, თუ მხატვრის ფუნჯი, თუ მოსეს გვერდხის მადლი არცხია. რაღაც აკლია და რაღაც უჭირს. მესმის სადრეთლის ხმა, სასურველი და ოცნების დროს ამ ხმით ვენთები, ამ ხმას მოხვება ლოცვის სურნელი დაფნის და ლეგენდების შეგეკითხები გაუბედავად და ნუ დამძრახავ მოკვდავს გამჩენო, რა იქნებოდა მოსე ნეტავი, რომ არ შეექმნა მიქელანჯელოს. ქვად გწეულ მოსეს ფიქრით ვეხები, ვიჩთა გონებას შამთან ნაომარს და მარმარილოს თბილ ნატეხებით თვალი უსება.